გამარჯობა, მოგესალმებით. კომენტარებში რამოდენიმე მახსენა სკანიაზეც გადაიღე ვიდეო და აგერ ბატონო, თქვენი სკანია. მართალია ეს ახალი არ არის, ცოტა შელახულია, არის ძალიან ბინძური და გიხდით ბოდიშს, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე გარეთ სხვა და ამის გამო გიხდით ბოდიშს. თუმცა სკანიას სულს ატარებს და ეს არის ის ავტომობილი, ვინც დაჯდა, იმუშავა და შეუყვარდა. მე ვისაც ვიცნობ და ვისაც ყოლია სკანია, აბსოლუტურად და ვისაც ყოლია სკანია და უმუშავია, გაუტარებია მანქანაში დრო, თითქმის ყველას შეყვარებია და არავის ცუდი არ უთქვამს. ეს არის 2022 წლის მოდელი სკანია 500S. 500S ნიშნავს მის 500 ცხენის ძალას. აი ესე გამოიყურება. სხვადასხვა წინაზე მყავდა თეთრი სკანია, ვინც იცით და იმას ჰქონდა გვერდზე პლასტიკი, რომელიც ძალიან უხდებოდა. ამას არა აქვს, არ ვიცი ეს ქარხნულად ესე გამოდიოდა თუ მერე მოაძრეს, მაგრამ არა აქვს და ძალიან ცუდად გამოიყურება. იმას ძალიან უხდებოდა. ხო, მოდი ერთი-ორ სიტყვას ვიტყვი იმ სკანია ერთან რა განასხვავებს ეს. ეს ის შემთხვევაში გვაქვს უფრო მაღალი, როგორც ასფალტიდან არის მაღალი, ასევე მაღლა ჭერშიც არის სხვაობა. რამოდენიმე სანტიმეტრით ეს უფრო მაღალია და რა თქმა უნდა, შიგნიდანაც დიდ სივრცეს გვაძლევს. ვიზუალურად რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მინუს იმაში დაუწერო, უკვე წლებია ერთი და იგივე ცხვირით უშვებს სკანია და ვერ გაიგებ რომელი წლის მოდელია. თუმცა ჩემთვის 10 ბალიდან 8-ს დაუწერდი სკანიას. მაგალითად მანს დაუწერდი 10-ს, იმიტომ რომ მანი ვიზუალურად ძალიან მომწონს. ასევე დაფიც, ახალი დაფი XG არის ჩემთვის ერთ-ერთი ულამაზესი ტრაილერი. ხო, ვიზუალურად კიდე დადებითი მხარეები აქვს. ეს, ვისაც სკანია ყავთ გეცნობათ, ბევრ ტრაილერს არ გადმოსდის ესე. ეს არის ძალიან კომფორტული და პრაქტიკული. სხვათა შემთხვევაში შეგიძლია, როდესაც ისვენებ ვიკენდზე გადმოხვიდე, აქ კალისტრადადო წყლის, ჭურჭელი გარეცხო, საჭმელი გააკეთო. ხა, როცა კაი ამინდია, ვცდილობთ ხოლმე მძღოლები, რომ შეგნით საჭმელი არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს სუნი უჯდება. და ამ შემთხვევაში გარეთ დადგავ გაზს, კარტოფილი შეწვა, წვნიანი თუ რაც გინდა გააკეთებ და სუნი გავა გარეთ. ძალიან კაი ფუნქცია. ასევე შეგიძლია დადგე, გაწმინდო იქ, მიწუდები კარგად. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ფარებზე. მაღლა აქვს დამატებითი ფარები, რომელიც მაგალითად Mercedes, MAN, ბევრ ტრაილერს არა აქვს და არის ძალიან პრაქტიკული. როგორც ღამით, ასევე როდესაც საავარიო სიტუაცია იქნება, ჩაურთავ ამ ფარებს, დანნი შეგიძლიათ დაბლა ცირთვება, მაღლაც და შესანიშნავად ანათებს. გარედან სულ ეს იყო, ეხლა ჩავჯდეთ შიგნით და ვნახოთ როგორია შიგნიდან ჩვენი სკანია. აი ესე გამოიყურება. როგორია? დავიწყოთ, დავქოქოთ ჩვენი სკანია. ესე ხვედი გავიკეთოთ. წავედით, კონდიციონერს ჩავრთავ ახლა და იმედია ხმის ჩაწერაში არ შეუშლის ხელს. გავიდეთ, წავედით. ვიმყოფებით ბელგიაში. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც არ მიყვარს სამუშაოდ არის ბელგიას საშინელება. ძალიან ბევრი კრიმინალი ხოა, მერე აი ეს გზები სულ გადატვირთულია.
ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ტერიტორიულად არის ძალიან პატარა და ხალხი ცხოვრობს ბევრი. რადგან კაი სამსახურებია, კარგი ანაზღაურება და ყველა ბელგიაში მოდის სამუშაოდ. პოლონელები, უკრაინელები, ფრანგები, მაროკოელები და არაბები და ვიღაცები. როგორც გითხარით, ეს არის 2022 წლის მოდელი Scania 500S. ამ ავტომობილს კონკრეტულად გავლილი აქვს უკვე 9 მილიონზე მეტი და საერთოდ როგორც გამოცდილი მძღოლები ამბობენ, Scania არის ერთ-ერთი გამძლე და ხარისხიანი ავტომობილი. ხარისხიანში ვეთანხმები, თუმცა გამძლეობაზე მე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, მყავდა თითქმის ახალი Scania, იყო 1 წლის, ოღონდ ერი, Scania 460 ერი. მყავდა დაახლოებით წელიწადი და 3 თვე და ამ წელიწად და 3 თვეში ერთი 5 ჯერ ვიყავი პროფილაქტიკაში. შეიძლება ჩემ წინ ვინ მძღოლები იყვნენ, ისინი ხმარობდნენ ამ ცუდად იყო მანქანა ნახმარი და მე ეს შემომეტენა ეს ნახმარი მანქანა და მე ჩემ ხელში გაფუჭდა. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ესეც არის. მაგრამ თუ გინდათ დაუჯერეთ, გამოცდილი ხალხი ამბობს, რომ Scania არის ერთ-ერთი გამძლე და ხარისხიანი მანქანა. ხარისხი კი ბატონო, აი ხარისხი, რასაც ხელს წაავლებ, ეს პლასმასი იქნება თუ რა იქნება, ყველაფერს ეთყობა, რომ ძალიან ხარისხიანია, აგერაც აი ეს არ პლასმასია, მაგრამ კაი ხათიატა კი როგორც Mercedes-ში, ამ მანქანაშიც არის სწორი, მოსწორებული. ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ არ მევასება ეს რო არის დაბლა ჩაღრმავებულები რო აქვს, ძალიან ცუდია რა. მეორე ხელის მუხრუჭი აქვს აგერ, როგორც Mercedes-საც აქვს ქონდა, კიდე სხვა მანქანებსაც ბევრს აქვს. თუმცა არის ძველი ტრაილერები, მაგალითად Volvo-ს აქვს ვერძე რა. ძველ ტრაილერებში ხშირი შემთხვევა არის მანი მყავდა და მანსაც აქ ქონდა, ოღონდ ძველი მანს, ახალს არა. აქ ქონდა ხელის მუხრუჭი და აი ეს ამოშვერილი ამხელა ბერკეტი, ისედაც ხომ პატარა სივრცეა და ამ სივრცეს უიკავებს და ხან ფეხს წამოარტყავ, ხან რაღაცა ჩაგეღურება მე უნდა ამოწმინდო და ძალიან ცუდია რა და აი ეს სივრცე რო ესე მოთავისუფლებული აქვს, მაგაში დიდი პლუსი. გაჩერებულზე კონდიციონერი ძალიან მაგარი აქვს, კარგად მუშაობს, ასევე ვებასტოც მაგ შემთხვევაში მაგაში დაუწერთ კიდე დიდ პლუს. აუდიო სისტემაც ძალიან მაგარი. ხმის იზოლაციაც ერთ-ერთი შესანიშნავი აქვს Scania-ს, ხმის იზოლაცია და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც გზაში მოძრაობ, რაღაც ეს ხმა და ის არ უნდა შემოდიოდეს, არ უნდა გაწუხებდეს მძღოლს. ასევე ძილის დროს, როდესაც გძინავს, ძილის დროს ადამიანს სჭირდება სიმშვიდე და სიწყნარე. პარკინგზე რო დგეხარ და გვერდზე რეფი ამოგიდგება, იქიდანაც, აგედანაც და რო გუგუნებს, მაშინ აფასებ ადამიანი თუ რამ მნიშვნელოვანია ავტომობილის კარგი ხმის იზოლაცია. ამ კონკრეტულ ამ ავტომობილს აქვს 2 მაცივარი, აგერ ეს ერთი, მეორე მაცივარი, ორი დიდი მაცივარია, მაგრამ მირჩევნია მე პირადად, ჩემი სუბიექტური აზრია, 2 დიდ მაცივარს მირჩევნია, რომ ერთი იყოს მაცივარი და მეორე იყოს სათავსო. მიუხედავად იმისა, რომ კარადები აქვს, აქ მიკროტალღური ღუმელი დგას და ეს სივრცეს იკავებს და მირჩევნია, რომ იქ დამატებითი სათავსო მქონდეს პროდუქტებისთვის. ამასაც შეგახედებ. აგერ მიკროტალღური ღუმელი, რაც დამეთანხმებით რომ მაგარია ტრაილერისთვის, გააჩერე რაც კიდე შეაგდე, გააცხელე. რადარზე მინდა კიდევ თქვა, რადარი, რომელიც მიყოლის სისტემას ვეძახდი. ხით ანუ ვინც არიცით, წინ როდესაც ავტომობილი მიდის, ჩაურთავთ მიყოლის სისტემას, ძირითადად ტრაილერს. ჩაურთავთ და გაყვება. დაახლოებით იგივე სიჩქარით თუ მიდის თქვენ წინ ტრაილერი, ჩაურთავთ ამ სისტემას, გაყვება ის თუ მოუმატებს გაზს, ესეც მოუმატებს ავტომატურად და თუ დაამუხრუჭებს, ესეც დაამუხრუჭებს. Scania-ს ერთ-ერთი საუკეთესოა ეგ მიყოლის სისტემა, იმიტომ რომ როდესაც ის ავტომობილი ამუხრუჭებს, ძალიან რბილად მიყვება ესეც. მაგალითად მანი მყავდა და მანზე იყო საშინელი მიყოლის ფუნქცია, იმიტომ რომ კვეთრად ამუხრუჭებდა მანი. წირო ტრაილერი პატარათი რაღაცა შეანელებდა, ეს კვეთრად ამუხრუჭებდა და არ იყო კომფორტული.
გადაცემათა კოლოფს რაც შეეხება აქვს 12 სიჩქარიანი ჩვეულებრივ, კარგად მუშაობს, პანჩურებს არ გირტყავთ, ეკონომიურიათან, მიუხედავად იმისა, რომ ძრავი არის 500-იანი და არის ძლიერი, არის ძალიან ეკონომიური. 100 კილომეტრზე დაახლოებით 20 ტონაზე წვავს სადღაც 23-24 ლიტრ დიზელს, რაც ტრაილერისთვის არის ძალიან ეკონომიური. ხო, რითი გამოირჩევა ახლა Scania სხვა ტრაილერებისგან? Scania-ს აქვს ერთ-ერთი უძლიერესი ძრავი. რო დააყენოთ სიტყვაზე Scania, მანი Mercedes-ი და რა ვიცი Volvo, გამოირჩევა Volvo და Scania. იცით რომ Volvo და Scania არიან ბიძაშვილები, ორივე არის შვედური და მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-ი საერთოდ ავტო სამყაროს ცენტრში დაიბადა, გერმანული მანქანა Mercedes-ი და მანი, ძრავებში რატომღაც Scania და Volvo ბევრად ჯობია. მაგალითად, რო დააყენო Mercedes-ი, მანი და Scania 500-იანები სამივე, Scania ბევრად აჯობებს. როგორც გამწეობაში, ასევე სისწრაფეში და ასევე ხო ადგილიდან მოწყვეტაში როგორც არის. აგერ სათავსოები აქვს, აქ საბუთებისთვის არის, აგერაც პატარა უჯრა აქვს. წყავის სიდენები რაც არის, ქარხნული არ არის, ეს მერეა დამატებული. საერთოდ ევროპაში კომპანია რო უკვეთავს ტრაილერს, როგორი კომპლექტაციაც უნდა, ისეთი კომპლექტაცია შეუძლია აირჩიოს. ნებისმიერ რაღაცა დაამატოს. მაგრამ ძირთადად იქ თავაზობენ პაკეტებს, ახლა ბევრი რო არის ფიქრო, აი ესეთი პაკეტი გვაქვს, ესეთი, მაგრამ შენ შეგიძლია რომ აი ტყავის სიდენები მინდა მაგალითად უთხრა. ტყავის სიდენები უთხრა, გააკეთებენ ტყავის სიდენებს. საჭე გინდა, კაი უთხრა, საჭესაც გააკეთებენ. მაგალითად პარკინგის კონდიციონერი შეგიძლია შეკვეთაში არ მისცე, როდესაც ახალს ყიდულობ. ამაში გამოგიკლებენ თხას, კიდე რაღაცაში გამოგიკლებენ, მერე მძღოლი აიყვანს მანქანას და უნდა გაგინოს დღე და ღამე, იმიტომ რომ ამ სიცხეში პარკინგის კონდიციონერის და ესეთი წვრილმანი რაღაცების გარეშე არის ძალიან რთული. სიცხეში კიდე განსაკუთრებით. ეს პარკინგის კონდიციონერი რო სიცხეში არ აქონდეს, არ ვიცი, მე მაგალითად ეგეთ კომპანიაში არ ვემუშავებ. ასევე აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, ერთ-ერთ ფუნქციას გაჩვენებთ ახლა, რეიტინგების ფუნქცია, რომელსაც ეს დღეებია ვეჩალიჩები და მინდა რომ კარგი რეიტინგი დავწერო. ვაი, Volvo. აი, გადასვლა მინდოდა შემეშალა ზოლი, დამაგვიანდა და დამითმო ჯიგარმა ზოლი შეიცვალა. გადმომიშვა აქეთ ზოლში, რაც მძღოლური სოლიდარობა, დანები აუნთე, მადლობა მითხრა. აი, კარგი მძღოლი. გაგიმორჯოს ღმერთმა, მეც ესე ვაკეთებ ყოველთვის. აგერ აქვს რეიტინგი ნიშნავს, როდესაც ავტომობილი მძღოლს დაყავს რაღაც დროის მერე, გიწერს აქ რეიტინგს, როგორ იხმარე მუხრუჭი, როგორ იხმარე გაზი, როგორ გადააგორე გორაზე, როგორც არის ბორცვზე და ბევრ რაღაცებს გიწერს. და კარგია რა, ეხლა მაგალითად ზოგ კომპანიაში არის ისე, რომ ამ რეიტინგს უყურებენ და თუ კარგი რეიტინგი გაქვს, რაღაცა ბონუსებს გაძლევენ და მეც ეხლა მაგას ჩალიჩობდი. და ისეთი რეიტინგია რა. აი დღისით მიჭირს ხოლმე დაცვა, მაგრამ აი ღამით კარგ ციფრებს ვაწერინებ. აჰა, სიო. სასწორი გვაქვს აგერ გენაცვალე. შორის Scania R-ი რომ ყავდა, R-ში იყო ესეთი სასწორი, თუმცა შუაში გიწერდა რამდენი მქონდა ტვირთი მთლიანად და ეხლა ამაში წერს წინა ხიდზე, ტიაგაჩის ხიდზე და უკან საბურავებზე რამდენია დაწოლა. არ მთლიან ტვირთს არ გიწერს, აქ უნდა მიამატო, გამოაკლო ცარიელი მასა და რაღაც მათემატიკები უნდა და ის არის რა. იმაში კარგი იყო, დახედავდი პირდაპირ და იცოდი რამდენი მქონდა ტვირთი. ეხლა ამ მანქანას უდევს 25 ტონა. 25 ტონა და 300. და რავი რანაირად აწერს ნახე. ხო. სულ ეს იყო მეგობრებო, დღეისათვის გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. ძალიან გამიხარდება თუ შეგიძლიათ და ჩემ არხს გამოიწერთ, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი დაკლიკებაა და ჩემთვის ბევრი ნახვა, დიდი мотиваცია და უკეთესი ვიდეოების გადაღების სურვილი. კარგად იყავით, ვინც მძღოლები ხართ,
მწვანე გზას გისურვებთ, უსაფრთხო გზას, ვინც მომავალი ცხოველები ხართ, მალე დაგეწყოთ კარგ სამსახურში მუშაობა და ვინც ჯერჯერობით ცხოველები არ ხართ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. აბა, დროებით, კარგად იყავით. გამოიწერეთ არხი.